საუბრობდა. ქვეყნის მთავარ კანონში შესაძლოა ცვლილებებზე მორიგი განხილვა დაასრულდა. კომისიის წევრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს აზრი იმ პროექტებზე, რომელთა მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩასწორებები უნდა მოხდეს. სტუდენტებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა უკვე არსებობს, ის პუნქტია, რომლის მიხედვითაც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების უფლება ეძლევა. კომისიის წევრები პირობას დებენ, რომ განხილვისას მოსმენილ არგუმენტირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. მე შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში შესაძლოა ცვლილებებთან დაკავშირებით 3 პროექტია მომზადებული, რომელთა საჯარო განხილვა გუშინ დაიწყო. პროცესი მომდევნო 1 თვის განმავლობაში ქვეყნის ყველა დიდ ქალაქს მოიცავს. რომ საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება შესაძლებელი იქნება უკვე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ, ასევე განსხვავებული აზრი იყო ბიუჯეტის გამოპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება შემდგომ მოყვეს პარლამენტის დათხოვნა, განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორებმა და სტუდენტებმა, ასევე კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურებთან დაკავშირებით. კეთილინებოს იმ ადამიანმა, ვინც დაიკავეს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, უარი თქვას მეორე მოქალაქეობაზე და დარჩეს საქართველოს მოქალაქე. მე ვეთანხმები იმას, რომ 3/4 ეს ძალიან მაღალი კვორუმი არის, მაგრამ თუ გვინდა რომ ხელისუფლების ძირითადი წყარო, რაც არის ხალხი, იყოს ჩართული ამ პროცესში, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, არა რაღაც 1 თვის განმავლობაში მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში, არამედ 3 თვის განმავლობაში და თანაც ორჯერ მიიღოს პარლამენტმა. ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ გაუაზრებელ ნაჩქარებად მიღებულ გადაწყვეტილებებს. ეს ერთი, მეორე, მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე, რომ ორ მოქალაქეობის მქონე პირს არ ჰქონდეს უფლება დაიკავოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობები, როგორიც არის პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მოვისმინე ძალიან საინტერესო მოსაზრებები, იგივე 2/3-თან დაკავშირებით, იგივე მოქალაქეობასთან დაკავშირებით და მე მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრებები აუცილებლად აისახება ჩვენ კომისიის მუშაობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ოქდება, იცით, კომისია შემდგომ საბოლოო დაждდება, გაანალიზებს ყველაფერს ამ მოსაზრებებს და თავისთავად პარლამენტმა უნდა იმჯელოს უკვე ამ მოსაზრებების გათვალისწინება.